გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. დღეს რაღაც განსაკუთრებული დღეა. სხვადასხვა მიმართულებით რომ ამბობენ ჩვენში გამორჩეული ადამიანები, ანუ როგორც იტყვიან ხოლმე ხატოვნად მეტრები თავის სფეროში, ესეთი ადამიანები არიან ამ გადაცემის მონაწილენი, ვარ ბედნიერი ამის გამო. ეხლა ჩვენ ბევრ საჭიროებო საკითხზე ვილაპარაკებთ ამ 50 წუთის განმავლობაში და ამის მონაწილე იქნება მე ძალიან მთხოვე და დიდი სურვილი მქონდა რომ ეს შეხვედრა ეს საუბარი ყოფილიყო ბატონ ვალერი გელბახიანთან. საუბარი არის იმაზე რომ ძალიან ცოტა ქვეყანაში ვისაც ისეთი პოლიტიკური ანალიზი აქვს როგორიც აქვს ბატონ ვალერი გელბახიანს. აქ ვიღაცა შეიძლება მე მოვწონდე არ მოვწონდე, ვიღაცა შეიძლება ბატონი ვალერი მოწონდეს არ მოწონდეს, ან პირიქით ძალიან მოწონდეს, მაგრამ ერთი ფაქტია რომ ძალიან ცოტა ვინმე დარჩა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზული პოლიტიკური ანალიზი გააკეთოს. პოლიტიკური ანალიზის გაკეთება შეუძლებელია თუ ფილოსოფიური ხედვა არ გაქვს, შეუძლებელია თუ გამოცდილება არ გაქვს და შეუძლებელია თუ არ იცნობ მსოფლიო გამოცდილებას დღეს. ჩემთვის ბატონი ვალერი გელბახიანი ასეთი პიროვნებაა, ჯერ კიდევ როდესაც მინსკში იყო, მაშინ წმუნდებოდი და დავწმუნდი და არაერთგზის მithქვამს რომ ის იქ ისეთ ლიტერატურას კითხულობდა, რომელ ლიტერატურას თუ არსებობს შეიძლება ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა არც იცის. აი სასურველი ის არის რომ აი ასეთ ადამიანებს ბევრ რამეს ვეკითხებოდეთ და დღეს სწორედ ამიტომ ვთხოვე ბატონ ვალერის რომ ბევრი რამ ვკითხოთ, ბევრი რამ უთხრათ. არა, ნუ ეხლა მე ვამბობ იმას, როგორადაც მე ამ შემთხვევაში ვხედავ ყველაფერ ამას. მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენ იმისთვის, რომ ერთხელ გამოდით და ეროვნული თანხმობის პარლამენტთან დაკავშირებით გააკეთეთ მიმართვა, რომ ამ ხალხს აქვს მოსაზრება და მოусმინეთო. ვინ გისმენს მე? არც თქვენი მეგობარი ტელევიზია კავკასიამაც და არც სხვა ტელევიზიები არავინ ვითომ არ არსებობს. იგი წარმოიდგინეთ, რომ არსებობს მეცნიერთა კონგრესი, ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს შექმნა პროგრამული დოკუმენტები ჩამოაყალიბა და ვითომ არ არსებობს ასეთი რამ, ნუ აი წარმოუდგენელია ყველაფერი ეს. ნახოთ ჩვენ 31 მარტს ასეთი რამ გადაწყვეტილება გელათში იქნა მიღებული ბატონ ვალერი, რომ 31 მარტს მანამდე კი ყველა პარტიას ეწევიან მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლები და 31 მარტს გვინდა რომ ესე იგი მამულში ილია ჭავჭავაძის მამულში მივიწვიოთ და მეცნიერებმა შევთავაზოთ ძალიან ბევრი რამ და ამ საკითხებში მე თქვენთან ძალიან ბევრი რამ დამჭირდება რომ დაგეთათბიროთ შემდგომში არა ამ გადაცემაში. ეხლა დღევანდელი გადაცემის მთავარი მიზანი და მიმართულება არის ის რომ მოდით შევაფასოთ რა ხდება ერთი ამ ქვეყანაში, როგორი მდგომარეობაა. ჩვენი პოზიცია იყო ბატონ ვალერი და თავშივე გეტყვით რომ საქართველოს ისტორია ადასტურებს რომ ჩვენ კრიზისში ვიყავით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით იყო დაპირისპირება და რაც უფრო ღრმა იყო ეს დაპირისპირება, მით უფრო ღრმა იყო კრიზისი. რომ ჩვენ კრიზისიდან გამოდიოდით მხოლოდ მაშინ, როდესაც პოულობდით ერთმანეთთან საუბრის ენას და ვიღაცა რაღაცაზე ამბობდა უვარს. და ეს არის ერთი ჩვენი მთავარი ფორმულა. ერთი მთავარი ფორმულა არის, რომელიც ბიბლიურია ამ შემთხვევაში, მთავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. მთავარი არის სამშობლო, აქ უნდა ვიყოთ ერთნი. სადაო არის პოლიტიკური ხედვა, კი ბატონო, იქ ვიყოთ თავისუფალი, მაგრამ ასეთი ლანძღვა გინებით არ შეიძლება რომ ვიყოთ ერთმანეთთან. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მთავარი შეფასება არის ის, რომ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით არ იქნება რევანშიზმით და ქვეყნის გარეთ არ იქნება ვალდებულებით. ეს ისეთი რამეა რომ აი როდესაც შენ გინდა რომ ყველა ამბობს რომ ყველა ერთის წინააღმდეგ ჩემთვის ეს მიუღებელი იყო, ისევე როგორც მიუღებელია რომ დღეს ვიღაცა გავასამართლოთ და ეხლა მეორე ჯგუფშიც გამოჩნდა ჯგუფი უკვე რომელიც ამბობს რომ როცა დაიწყება ნაციონალური მოძრაობის გასამართლება ჩვენ მაშინ დავიწყებთ ოცნების გასამართლებას. ანუ ისევ იყოფა ქვეყანა, ისევ დაპირისპირება ხდება, ისევ ამ გზით მივდივართ. ვერ აღმოჩნდა აი ბატონო ვალერი გუნდი პიროვნება რომელიც იტყვის იმას რომ დაპირისპირების დროს მტყვან მართლის გარჩევა არის ძნელი და უბრალოდ არის რაღაც გადადგმა ნაბიჯის ძალიან სერიოზულის რაღაცაზე თქვა უარი, თუნდაც იცოდე რომ ყველაფერში მართალი ხარ ასე გწამდეს, მაგრამ არის რაღაცა უნდა თქვა რომ არ არის დრო დღეს გავარკვიოთ ვინ არის მართალი და ვინ მტყვანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვათ რაღაცას ვემონოთ. დღეს არის საუბარი რომ რაღაც პრინციპებზე შევთანხმდეთ. ეს იყო ჩვენი გელათის კონგრესი, რომელზეც თქვით რომ აი 12 რამ, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით და რომელზეც
საუბრობთ. აი, შიგნით არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. თან ვამბობთ, რომ ეს არ არის, თქვათ ისეთი რამ, რომ აი, ვინმე თქვას, რომ ეს რა არის, ხა სხვა. კი ბატონო, შევცვალოთ ყველაფერი და აი ამ შეცვლასთან დაკავშირებით, ბატონო ვალერი, ჩვენ მივმართეთ ხალხს, საზოგადოებას, თქვენ იცით, რომ თვითონ დაესახელებინათ ის ხალხი, რომელთა გარეშეც ვერც კი წარმოუდგენიათ საქართველოს ხელისუფლება. მე დღეს მინდა გითხრათ პირველად მოისმენთ თქვენ ამას, რომ ესე იგი არაერთმა და ორმა პიროვნებამ დაგასახელათ თქვენ. და ეს ძალიან სასიამოვნოა, რომ აი ამ შემადგენლობაში ესე იგი თქვენ დაგასახელეს, ესე იგი ყველა პარლამენტის თითქმის ყველა პარლამენტიდან 1-2 კაცი არის, ყველა თაობიდან 1-2 კაცი არის. აი ეს არის ზუსტად ის განწყობა შეიძლება იყოს, ეს სია გამოქვეყნდება სამშაბათს იქნება წაკითხული პირდაპირ ეთერში. ეს სია დღეს შევთავაზეთ ბატონ ბესიკ ბოგველთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ პირველი რის განხილვასაც დაიწყებს ეს ჯგუნდი, ვინც ამას მიიღებს ამ წინააღმდეგობას და დაეთანხმება, აი პირველი იქნება სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და ბევრი სხვა საკითხი, რომელზეც ჩვენ შემდგომში დავითათბირებთ. მე ეს შესავლისთვის გითხარით ბატონო ვალერი, დანარჩენი ახლა თქვენი შეფასება რა ხდება საქართველოში? მადლობთ მოწვევისთვის. მოგესალმებით თქვენსთან, მოგესალმებით მაყურებელსაც. ქვეყანაში ძალიან აი რომ არ ყოფილა ისეთი რთული სიტუაცია. ახლა კრიზისი არ ქვია. ალბათ კოლაფსი ქვია, რომელიც კრიზისის ნიშნებს არჩი გაცდა დიდი ხანია. პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს უთანხმოებებს, ხო? აქ უთანხმოებაზე არაა საუბარი, აქ ჩამოყალიბდა და მკაცრად არასამართლებელი, არალეგიტიმური რაღაცა სისტემა, რომელიც სახელი არ გააჩნია. ანუ თუ შეხედავ კონსტიტუციურად, ერთი მძიმეს და ერთი წერტილიც არ დარჩა კონსტიტუციიდან ისეთი, რომელსაც მოარგებ არსებულ ვითარებას. მე ადრე, როდესაც ეს კონსტიტუცია იწერებოდა 2018 წელს, პრესაში ვაქვეყნებდი ეგრეთ წოდებულ ესეებს ამ სახელწოდებით რა, კონსტიტუცია. წამიკითხავს ბევრი. მე ვაფრთხილებდი ავტორებსაც კონსტიტუციისა და ხელისუფლებასაც, რომ ის, რასაც ისინი ერთპარტიულად იღებდნენ, ოქროს ასოებით რომ შეექონათ, ის მაინც გამოიწვევდა კრიზისს, იმიტომ რომ თუ არ არის ეროვნული თანხმობა, არ არსებობს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა. სახელმწიფო არის ერი. ერი არ არის ერთი პარტია. და როცა წავიდა ერთი ჯგუფი, მცირე ჯგუფი, რა თქმა უნდა, იმ რისკზე კი არა, ავანტურაზე, რომ ქვეყნის კონსტიტუციისთვის სახელი დაერქვა საქართველოს კონსტიტუცია პარტიული დოკუმენტისთვის, მაშინ იკითხებოდა, რომ ეს კონსტიტუცია იყო უბედურების წყარო, კატასტროფის წყარო. აი მაგალითად მე ვასახელებ ხოლმე ხშირად ქვეყნას, რომელმაც ვერ მიიღეს კონსტიტუცია. აი ინგლისი მაგრამ. არა აქვს, მაგრამ კანონთა კრებული არის ერთ-ერთი უძველესი, როგორ ვთქვი, დემოკრატიის აკვანიც, მაგრამ ვერ შედგა ბრიტანული ერის ერთობა, ვერ შედგა. შოტლანდია, ირლანდია, უელსი. ამიტომ როდესაც ინგლისელები აი ხופსიდან დაწყებული, ხო, ჯონ ლოკიდან დაწყებული. აქედან მოდის. დიდი რაციონალისტები, ხო, თავისუფლების იდეების და როგორც იტყვია, აკვანია ლიბერალიზმის ინგლისი. ინგლისს ვერ შეძლო, ეროვნულ ერთობას ვერ მიაღწია, ერთიანობის თანხმობას ვერ მიაღწია. აიღე ისრაელი ვერ შექმნა კონსტიტუცია, ვერ მიაღწია თანხმობას, იმიტომ რომ ყავს პალესტინური, არაბული ნაწილებთან საერთოდ ვერ ნახულობს. ამიტომ არ ერქმევს, არც ინგლისი არ ერქმევს კონსტიტუციას, მხოლოდ უელსის რაღაც ასე ვთქვათ, ნაერთ ან შერწყმულ თუნდაც რამდენიმე საგრაფოსთან დოკუმენტს და ვერც ისრაელი, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ებრაულ ძალაუფლებას ვრცელდება მთელ პალესტინაზეც, ხო? ძალაზე არ არის კონსტიტუცია დამოკიდებული. კონსტიტუცია დამოკიდებულია თანხმობაზე. ანუ ერი უნდა იყოს შეკრული. და ერი რომ შეკრული იყოს, თანხმობა უნდა არსებობდეს. პირველ რიგში პოლიტიკურ ძალებს შორის. თუ გახსოვთ თქვენ შევარდნაძე მოვიდა აი დანგრეული არ ქმნილ ვითარებაში, ხო? მან პარლამენტში შეიყვანა ყველა პოლიტიკური ძალა, ვისაც ვინც ფურცელზე იყო. დიდი გადაწყვეტილება იყო. ძალიან ეს იყო აი რაღაცა ორიგინალური სვლა შევარდნაძის მხრიდან, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუყარა თავი პარლამენტში. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე პარტიას მეტი უჭერდა მხარს თუ ნაკლები. იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდებოდა, რომ ერთად ყოფილიყო პოლიტიკური წარმომადგენლობა. ისინი ხო ხალხს წარმოადგენდნენ. ჩვენ რეფერენდუმებით ვერ ვაკეთებთ ეროვნულ თანხმობას. და შევარდნაძის იცოდა მაშინ რომ რეფერენდუმი შეუძლებელი იყო, ამის მიღწევა და
შეეცადა რომ პარტიებს შეექმნათ საერთო ქვეყნის საერთო დოკუმენტი, საერთო ყველასაც. და შეიქმნა ის 95 წლის კონსტიტუცია ამ ფონზე და იმას ერქვა სწორედ სახელმწიფოს კონსტიტუცია. სახელმწიფო მიიღო ეს კონსტიტუცია და არა რომელიმე პარტია. იქ მოქალაქეთა კავშირი ჰქონდა რაღაც უპირატესობები თუ არა, მას მშვიდობა. ხო, მაშინ სხვა იყო. ხო, შორან ბლოკი იყო. კი, რა თქმა უნდა. უპირატესობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, უმრავლესობა. მაგრამ უმრავლესობის პრინციპით არ მიღებულა ეს დოკუმენტი. მაგრამ შემდეგ შორან პერიოდში კი იმუშავა, კრიზისები გამოიწვია კონსტიტუციას, დახვეწილი არ იყო და გათვლილი არ იყო ქართულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ იმ პროცესებზე, რაც ხასიათში, ანუ ეგრეთ წოდებული დნმ-ში უდევს ქართველობას, მე არ იყო განხეთქილება. ამიტომ რაღაც პერიოდი დადებითი როლი შეასრულა, ქვეყანა დასტაბილიზდა და ეკონომიკა და ფინანსურმა სისტემამ ნელ-ნელა ჩამოყალიბება დაიწყო და სახელმწიფო ნელ-ნელა, მაგრამ სწორი სვლით მიდიოდა სახელმწიფოებრივი სტაბილიზაციისკენ. ხო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სწრაფი მშენებლობისთვის და შემდეგმა ხელისუფლებამ უკვე დააჩქარა სწრაფი მშენებლობასაც მოყვა უამრავი ტკინური პროცესები, ხო, რეფორმები სინამდვილეში განხორციელდა, მაგრამ ისეთი მწარე რეფორმები იყო, რომ ხო, არ მიიღო, არ გადაიტანა, არ გადახარშა სწორად. შეიძლება მიზანი რეფორმების კარგი ქონდა, სწრაფადაც განვითარდა ბევრი ქართული სახელმწიფო ინსტიტუცია, მაგრამ იქაც მოხდა კონსტიტუციის მიტაცია. ერთმა პარტიამ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, ერი ამან გახეთქა კვლავ დაპირისპირება. არსებულმა ხელისუფლებამ სულ ესე თქვა წყალი გადაასხა ყველაფერს. ცეცხლნავთი გადაასხა, ხო. რომ აქ უკვე ჯგუფმა ვითომ ესე უცხოეთში განათლება მიღებულმა ჯგუფმა ისეთი ავანტურა შესთავაზა ქვეყანას, რომ დიდი ხანივე ვერ დალაგდება ეს ქვეყანა ბატონო. ხო, ამბობთ რომ აი შევარდნაძემ შეძლო რაღაც პროგრესის შემოტანა. მაგრამ მერე უკვე წავიდა ცენტრალიზაციაზე, უფლებამოსილების ასე ვთქვათ გაზრდაზე, ერთი პიროვნების ხებში ძალაუფლების თავმოყრაზე. ამან ჩვენ მიგვიყვანა იქამდე რომ უკვე ქაოსია ქვეყანაში, რაღაც ესე. აი მაგალითად სასამართლოში შეხვალ კანონის დაცვას ითხოვ, ვერ იცავდა, კანონს არავინ არ იცავს. ან კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც ძალიან ადამიანის სულებს ეძღვნება და საერთოდ სახელისუფლების სტრუქტურები და სისტემები იქმნება სწორედ ადამიანისთვის. ეს არ არსებობს. აი როგორ ასე ხო ფორმალურად მაინც არსებობს რაღაცა საერთაშორისო კონვენციური სამართლებრივად მიერთებული ვარ. არავინ ამ ქვეყანაში ამას არ იცავს. მიაჩნიათ რომ ეს არ არის მათი პრიორიტეტი ადამიანის სულება დაიცვას. მე არ გეუბნები ხო პოლიტიკურ ნიშნით რაღაცა დევნას. მე გეუბნები ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მე ახლა საკეთო საქმიანობასაც ვეწევი პარალელურად და ყველა საქმეში იგრძნობა უსამართლო დამოკიდებულება. ყველა საქმეში. ძალიან მიმძიმს ხოლმე, აი ძაბავ კიდევაც რაღაც ესე თქვა სასამართლო პროცესების რაღაც ნაწილს ხო, რომ რაღაცა შეგონება მაინც გავაკეთო. თუნდაც მოსამართლეზე ან პროკურორზე, მაგრამ არ ჭრის. ხო, როგორც აი გელს სახარება ის. ამიკითხია რაღაცა ცოტა მცირედი მაინც ნაწილი იგივე კანონის შინაარსის განმარტების, ხო? ვატყობ რომ არ მისმეს, ფორმალურად მისმეს და შინაარსობრივ არ აინტერესებს. ეს ინტერესი აქვს დაკარგული კანონიებების აღსრულებას, სამართლიანობას აქვს ინტერესი დაკარგული. ამიტომ რაღაცა კოლონები ჩამოყალიბდა ბატონო, საშიში კოლონები, ქუჩის კოლონები, პარტიული კოლონები. აი ინტელიგენცია გარეთ გამოვიდა და რევოლუციას ითხოვს, ხო ფაქტობრივად ის რაც ხდება ქუჩაში. ეს მოთხოვნა, რომ რადიკალური წრეები თუ არის სადმე ქვეყანაში, აი სახში მაინც თუ ზის, არიან რაღაც ბოლოდინში, მომენტის რაღაცა გასკდეს, რომ ერთმანეთს დავერიოთ და ბოლომდე სისხლი. საშინელება იქნება. ანუ აქამდე მივედით და თქვენ მეუბნებით რა ვითარება, აი ეს ვითარება სამართლებრივად, სრული კოლაფსი, სრული, არავითარი როგორ გითხრათ, რეგულაციური ფუნქცია აღარ აქვს არც კანონს და არც მთავარ კანონს, ან კონსტიტუციას. ხელისუფლება არის აი როგორ გითხრათ, ნებისმიერი ჩინოვნიკი რომ გააჩერო და უშუალოდ არ ვამო პოლიციელზე და მაინც ჩინოსანზე ხო აი სამოქალაქო სამსახურებში ვიღაც თავი გონია იმპერატორი. რომ ასაც უნდა იმას გააკეთებს. არავინ მოგითხავთ რაღაც თქვენ ადმინისტრაციულ ორგანოში თელი ცხოვრება გაქვთ დამუშავებელი და სულ მიზდებდით იმ ფარგლებს, რომ რაღაც ფარგლები, კი, სურვილი შეიძლება დიდი იყოს, ასე გეკეთებია, მაგრამ გაძლევდა ამის მოსლების ფარგლებს
მოქმედი კანონი არა, ამიტომ ჩვენი თაობა მორალურ ზნეობრივ ჩარჩოებში იყო, არც და სულ უყურებდა, მე შიშით უყურებდი ყოველთვის. ზედმეტი არ მოусროდა კანონთან მიმართებაში. ამ შიშმა ვერ მაშობინა, ვერც ქონება, ვერც ფული დარჩი, ხო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი წესიერად ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ამას შეგვიძლია. მაგრამ ვინც ეს ორი საჩხერელი ქართულ პოლიტიკაში, ერთი ზემდიდარი და მეორე ზეღარი. აი ვინც დაარღვია ეს ფარგლები, მან ფული იშოვა, იმიტომ რომ ზნეობას რომ დაარღვია და სინდისის ზაფი გაგიწყდება, იქ ზღვარი აღარ არის. დამთავრდა. ამ ზღვარმა დარღვეულმა ადამიანებმა და უწესო ადამიანებმა შექმნეს ფინანსური ოლიგარქია. აი დღეს ამ დიდარი მონების ქვეყანაა საქართველო. ხო, საქმე რა შეიძლება, ფარველი, აი რო რისკავ, ფარველი გჭირდება. და ფარველი თუ არასახელმწიფო მოაზროვნეა, მაშინ ყველა ყაჩაღია. რა თქმა უნდა. ყველა ბანდიტია. ზუსტია. ჩვენ გვაქვს ეს სურათი ახლა. დასამალი რა არის ახლა ბიძინა ივანიშვილი არანაირი სახელმწიფოებრივი ელემენტი არ აქვს ამხელა, ამოდენა. სახელმწიფოებრივი აზროვნების რომ აი რაღაცას შეხედოს, როგორც იცხოვრა იმ პრინციპით ცხოვრობს, როგორც იშოვა ფული იმ პრინციპით აგრძელებს. და ბანდიტურ მოსკოვში აქვს ეს ფული ნაშოვნი, ბანდიტური გზებით აქვს ნაშოვნი, ხო? ამიტომ როდესაც ჩვენ მეთოდოლოგიურად უდგებით, რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მისი მსოფლმხედველობა აგებული არის აი ამ პოსტულატებზე. რომ ძალა გაქვს, ფული გაქვს, მაშინ იმოქმედე ულმებელად, სასტიკად არაფერს ანგარიში არ გაუწიო და გვაქვს ეს სურათი. როგორ შევაჩეროთ ეს აი შეუძლია თუ არა ქართველებს ამის შეჩერება? ეს დროის საკითხია ბუნებრივია, მაგრამ ალბათ შეიძლება, იმიტომ რომ უარესები უნახავს ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, შეიძლება და მაგია მთავარი ბატონო ვალერი თქვენ ანალიზს აკეთებს სწორად უბრალოდ ბიძინავანიშვილმა ერთი ისიც კი გააკეთა რომ პარლამენტში ანუ ბარიერი გადაალახია მხოლოდ იმ პარტიებს, სადაც ყველგან არის როგორც იტყვიან ოლიგარქი. არც ერთი პარტია არ დაუშვა, სადაც ოლიგარქი არ არის. ანუ ამით ხაზგასმა გააკეთა, რომ მე კი არა ვარ მარტო ყველა პარტია რომელმაც გადალახა ოლიგარქები არიან ისინი და მივიღეთ ჩვენ რა, ანუ ეხლა ხელისუფლებაში მე არ მინდა შეურაცხყოფა ვინმეს მივაყენო, მაგრამ შეურაცხყოფაში მე თქვათ ვერ ვხედავ მთავრობაში ვინმეს, რომელიც არ არის პიროვნების მონა, ანუ ბიზინავანიშვილის მონა რო არ არის თქვათ. არა, გასაგებია. ამაში გეთახმები, მაგრამ ამ ფულს ამ შემთხვევაში განასახიერებს ეს პიროვნება. მიბმული. კი, მიბმულია და ნუ ეხლა ბიზინავანიშვილის ფული რო არ ქონდეს, ეხლა მას რო არავინ არ დაელაპარაკება და ესე იგი ხელს არ ჩამოართმევს ძალიან დიდი ნაწილი ნუ ეს. მას ძალიან მცირე პერსპექტივა აქვს თუ რაღაც სერიოზული ნაბიჯი არ გადადგა მან. ის რაც რომ ერთი პარტიის გადარჩენისთვის მან მთელი ფულის კონსოლიდაცია მოახდინა და რა ხალხსია აქ ლაპარაკი. კი, ვერ გადარჩევა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. გადარჩენა გაცხადებული, ბიძინა ვერ გადარჩევა. არა, ბიძინა რო გადარჩეს 1 წელი, 2 წელი, 5 წელი ისტორია ისეთ საშინელებები იქნება ეს და თვითონ ის ხალხი რომელიც დღეს ტაშს უკრავს ისეთ რამეებს დაწერენ და ისეთ რამეებს იტყვიან მე მელაპარაკებიან თქვენ გელაპარაკებიან ხო ეხლა ძალიან ბევრი ვინმე რომელიც მათი ირგვლივაა გარემოშია ამბობს რომ აი მაგი რო თქვა კარები ჩამეკეთება რა კარები ჩაგეკეთება ფულის კარები ეკეთება და მასთან მისასვლელი კარები ეკეთება ხო მისი აი როგორ არის ის კასტა რომელიც ეხლა ბატონ ასე ვთქვათ ივანიშვილთან არის თავმოყრილი ხო ადამიანები არიან ყველანი და ადამიანური ცნობები აქვს ყველას. გასაგებია, მაგრამ მათ აქვთ მგლური ცხოვრების კანონი არჩეული, ხო? სანამ ძალაუფლება მანამდე მე ვიტაცებ ყველაფერს, მათ შორის ქონებას, ფულს, ბიუჯეტსაც ვიპარავ, გარდაამს, ბიუჯეტსაც ვიპარავ, ხრის ფულს, ხალხის ფულს. იმიტომ რომ სანამ შემრჩება სამაგერ. მერე ხო, მოვლენ ხო ერთი თაობა, მეორე თაობა, ჩვენ გარეთ წავალთ უცხოეთ შევაფარებთ თავს და დავავიწყდებით და მოbrunდებით ის. იმიტომ რომ ყველა ხელისუფალმა თუ შერიგება გვინდა, ბოლოს ასე იქნება, დავჯერთ, კაი რაც იყო ჯანდაბაზე, პატიოთ. ნუ ერთხელ და სამუდაოდ ნიუნბერგის პროცესი ალბათ მოსაწყობია ამ ქვეყანაში, რომ არავის არ შეერჩეს არაფერი და უნდა ეგ არის რა, იმიტომ იყო რომ შევქმნით თქვენს უჭერდით მაშინ მხარს, რომ ხალხია სამართლებს ხელისუფლებას, მინდია უღრი ხელიზე იყო ამის და ეხლა მე ბატონმა ნიკოლეიშვილმა დამირეკა ამის წინ და გვინდა ესინო ბატონ ნიკოლეიშვილს უნდა ეს მეგული მწყდება ის ადვოკატია და მწყდება იმისთვის რომ თქვა ოცნება და მე მას ვეუბნები რომ გასასამართლებელია მოკავშირი, გასასამართლებელია ნაცმოძრაობა, გასასამართლებელია ოცნება
იხსნება თუ გვინდა ჩვენ და საერთოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ რაღაც პრინციპები, რომლის გარეშეც ქვეყანა ვერ იცხოვრებს. ახლა ვადნვალერი თქვენ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ხუთი ელიტა, ხუთი სახის ელიტა, რომ შეიძლება მეტი ნაკლები ვიღაცამ თქვას, მაგრამ მაინც ერთი არის ეს ინტელექტუალური ელიტა, არის ეკონომიკური ელიტა და არის პოლიტიკური ელიტა. არის ბიუროკრატიული ელიტა და სამხედრო ელიტა. ქვეყანა იზომება იმის მიხედვით დემოკრატიული არის თუ არა, ვინ მართავს ქვეყანას. ქვეყანას თუ მართავს ან ინტელექტუალური, ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ელიტა, ამ ქვეყანას ეს ქვეყანა არის დემოკრატიული. სამივე თუ ერთად, ან ერთი როგორც კი გაერევა რომელიმე ბიუროკრატიული ან სამხედრო ელიტა, საქართველოს 30 თუ 35 წელია პრაქტიკულად არ უმართავს ინტელექტუალურ ელიტას, პოლიტიკურ ელიტას, ეკონომიკურ ელიტას, ქვეყანას მართავს სამხედრო, ანუ სამხედროში შედის ადმინისტრაციული ორგანოების გულისხმობა და ბიუროკრატიული ელიტა. ბიუროკრატიული ელიტა პასიურია, შეშინებულია დღეს რეალურად ქვეყანას მართავს უშიშროება. აი მე გეთანხმებით, რომ ცნობილი გამოთქმა არის ფილოსოფიურ, ასე ვთქვათ, ლიტერატურაში, რომ ცხოვრების რომელიმე ქვეყანაში შედიხარ კანონებისა და ცხოვრების წესების გაცნობა არ გჭირდება. თუ ქვეყანაში კარგად არის საქმე, სოციალ-ეკონომიკური ნაწილი, მაშინ კარგი განათლებული და კარგი ხელისუფლება მართავს. თუ ცუდად არის საქმე, მაშინ უცოდნელი ხელისუფლება მართავს. ჩვენ მაგალითად ჩვენ პროფესიაში კრიმინალისტები ასე ამბობენ, თუ დანაშაული მატულობს, მაშინ და ქვეყანაში ცუდადაა საქმე, ცუდი მმართველია. თუ დანაშაული კლებულობს, მაშინ ესე გამოფხვრილია ეს სოციალური ძირები, რომელიც წარმოშობს დანაშაულს და ესე კარგი ხელისუფლება. ანუ მათემატიკა და გეოგრაფიული და რაღაცა ეკონომიკური ფაქტორები ეთიკი არ უნდა დათვალო, მარტო ვიზუალითაც ხედავ. რა თქმა უნდა, ნუგეს. მაგას მე უცხოელები რო ჩამოდიან, მეუბნებიანა. სადაც ამდენი აფთიაქია, სადაც ამდენია ის უარი ლომბარდი და ვალუტის გადამსვლელი პუნქტი, მე რა თქმა უნდა თქვენი რა მომიყვეთ ამ ქვეყანაზე, რომ ველაპარაკება კაცი, მეუბნება პირდაპირ, რომ ბატონო თემურ ნუ შეწუხდებიო, მე ვიარე, მე ქალაქშიო და არ მაინტერესებს მაგის ისინიო და მე მეუბნები, რომ აი რაღაცა თუნდაც მინდა რომ რაღაცა პოზიტიური რო უთხრა გამორიცხულია მე დღეს ყველაფერი დაგემხობათ მაინც თავზე იმიტომ რომ რეალურად მე ველაპარაკეო ერთ-ერთი მეუბნება უცხოელი ველაპარაკეო ლომბარდშიო და მითხრაო რომ თქვენო ვერ წარმოვიდგენთო ადამიანი მოვიდა და თქვაო რომ ბოლო დანაჩანგალი გამოვიტანე რომ პური ვიყიდო ნუ წარმოვიდგენ ახლა ადრე რაც ქონდა სახში დიდრული რამეები გამოვიტანა დღეს აღარ არის ეს არაფერი და გამოაქვს უკვე და თანაც ესე იგი მეუბნება რომ თქვენთანო ხელფასიო ეხლა ამ დღეებში მქონდა ერთ-ერთ იმასთან შეხვედრა სასაული რამეები ნუ ეხლა მე ჩვენც იცით მეც ვიცი მაგრამ მაინც ის რო ამბობს ხო ესე იგი დაგაფიქრებს ბევრ რამეზე ამბობს რომ თქვენთანო ხელფასიო მე ვნახეო 50-60,000 ლარს იღებს ვიღაცა საბიუჯეტო ფულია ეს თუნდაც აი სხვადასხვა იმაში კომისიებში თუ რაღაც რო არის ხო ხომ და ამას რო ემატება ეს რომ ხელისუფალის პირველი პირის ხელფასიო 15,000 ლარის და რომ ნახეთო სხვადასხვა რამეებით რას იღებსო ესო გამოდის რომ 30-40,000 ლარი გამოდის მას თვეშიო და როდესაც თქვენ 30-40,000 ლარია და 300 ლარი და 400 ლარია პენსიაო გამორიცხულია თქვენ რა უნდა მითხრათ რომ ამ ქვეყანაში იყოს კარგიო და ეხლა ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ მეცნიერთა კონგრესში ბატონვალერი ეს არის სასაული ესენი და გვეშინია რომ გამოვიტანოთ კიდევაც ბიუჯეტი მდგენელები ბიუჯეტის ანუ რისგან ივსება ბიუჯეტი 99% არის მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული ეს ერთი და მეორე 99% არის პოლიტიკური მომსახურების ფული ბიუჯეტიდან გასული ესე იგი ეს წარმოუდგენელია ამას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქვეყანა აი ხო ხედავთ აგერ ტრამპიც და მასკი ხო ებძვიან იმას რომ აპარატია ბევრიო და ქუთაისში მე რო ვიყავი 450 კაცი დამხვდა 150-ი ჩამოვიყვანე დღეს 4700 კაცი იღებს ხელფასი იქ ნუ ზოგიერთი შეიძლება კან რაღაც ისინი რო რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელია ხო ხედავთ აგერ ამერიკას დაჭირდა გაუგზავნა წერილი რომ ბოლო 5 დღის განმავლობაშიო რა გააკეთედო მასკი წერილის უგზავნის ესე 2 მილიონი ნახევარ ადამიანს რომელიც მუშაობს ხელისუფლებაში ბოლო 5 დღეში რა გააკეთეთო ისე მომწერეთო და 1,5 მილიონი ადამიანს არც გაუგზავნია პასუხი იმიტომ რომ საერთოდ ცოცხალია არა ეს ამერიკაში და საქართველოში მე გეუბნებით ერთი სპორტული მუზეუმის დირექტორი იყო წინვალი პიროვნება და ერთი პატარა ოთახი ქონდა და მითხრა რომ 34 კაცი მუშაობს ჩემთანო
არ ვიცი შესახედავად არავინ, ფულს ურიცხავ, მირიცხავენ ხელფას, მე ვრიცხავი, შესახედავადაც არ ვიციოდე. კიდე კაი რო არ დადიან სამსახურში, იმიტომ რომ ფეხზე ვერ დავდგებით ამ კაბინეტში 34 კაცი. ნუ რა არის ახლა ეგ? კატასტროფა, მე ვამბობ რომ სრული აი სამართლებრივი ან სახელმწიფოებრივი, მოდი დავაკეთოთ ასე კონსტიტუციონალისტური თვალით არის კატასტროფა. ეკონომიკურად რა თქმა უნდა მძიმე სურათია, ძალიან მძიმე. ნუ ახლა შეხედავ საფინანსო მდგომარეობას და ერთ კვირაში ლარი იწევს ქვემოთ, ერთი კვირის. ფული შეულევს ვიღაცამ. ახლა უყურეთ რა ხდება. ელემენტარულად დავაკვირდეთ ამას, რომ თქვენ ბიუჯეტზე რა ვზანეთ, მე ცოტა სხვა ციფრს გეტყვით. 79% არის იმპორტის შემოსავალი. კი, გეთახრებით, მაგრამ ჩვენი ანალიზი სასაულია რაც გვაქვს. უარყოფითი სალდო არის 21.69-ზე. ნუ ეგ და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რატო შედარებას სათო ვაკეთებ ამ ციფრიდან რომ მე რო ვარ დავუშვათ ყიდის სიტყვაზე ვამბობ უცხოურ კონსერვს სიტყვაზე ხო და გავყიდე. სამუშაო ადგილს ქნი უცხოეთში. გადავალუტე ანუ დოლარზე გადავიყოლე, წავედი, დოლარი იქ დავტოვე და საქმე წამოვიღე, ხო? აი ჩემთვის, როგორც წვრილ ბურჟუაზიულ ასე თქვა, ფენისთვის, ხო? ლარის ყოველკვირეულმა ცვლილებამ გამოიწვიეს ფასების გაძვირება, ჩემთვის. ამიტომ მე იძულებული ვარ, ახლა დოლარი ძვირად ვიყიდე, ძვირად გამოვიტანო ბაზარზე პროდუქცია, გაძვირდა, ხო? ანუ ის ვინც აიაფებს და აძვირებს დოლარს, ფულს ხوارგეთებს ამ სავალუტო პროდუქტს, ხო? აკეთებს, ვიდრე რომ ნაცადი მეთოდია ფინანსური. ეგ არის რომ. მაგრამ არ უყურებს იმას, რა განას მოახდენს საბაზრო ფაქტორზე ეს. ფასტარმოქმნაზე რა განას აქვს. იმას არც აქვს, ამაზე უნდა იფიქროს, ნუ თქვენ შემთხვევაში სახელმწიფო აპარატმა და ხელისუფლება უნდა იფიქროს. ხალხს ძარცვავენ, ხო? რა თქმა უნდა, ეგ არის რეალური დაცვა. ეროვნული ბანკი და ვინ არის ეროვნული ბანკის მბრძანებელი ამ შემთხვევაში? ისევ და ისევ ერთი კაცი, ხო? ამიტომ აი რომელი კუთხით არის, როგორი მითხარით საზოგადოებრივი ცხოვრების სახელმწიფოებრივი მართვის სადაც არ არის გარღვევა, სადაც არ არის ქაოსი, სადაც არ არის აცებრობა. არ ვერ დამესახელებთ ასეც. სპორტია, იქაც ჩვენ ბატონო ვალერი ვთხოვთ 1-15 წელია ადრე მიხეილ სააკაშვილის ვთხოვდით. ეხლა ამ ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ერთი კვირა მოგვეცით საშუალება, რომელი გამგეობაც გინდათ, მუნიციპალიტეტი, პროფესიონალები შევალთ იქ და გაჩვენებთ რა კორუფციაა. თბილისში დღეს კორუფციაა. თბილისში მერიის თვალსაზრისით ვამბობ. ბიუჯეტის ფულზე დღეს კორუფციაა ქვეყანაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 1 ლარი აკეთებს ბიუჯეტში შესული 1 ლარი აკეთებს საქვეყნო საქმეს 10 თეთრის. 90% ანა პროფესიონალურია, ანა პროფესიონალიზმის შედეგია, ან კორუფცია. ან ერთი ან მეორე. აი მაგალითად თქვენ აღარ გუბერნატორი ბრძანდებოდით, ხო? დიდი ხნის განმავლობაში და იცით რომ ტრანსფერული პოლიტიკა იყო მაშინაც, ან სამისო გამოყოფდა ტრანსფერის თვითმმართველობისთვის და იმაზე იჯდა წელი ის თვითმმართველობა, ხო? ეს მას არანაირი შემოსავლის წყარო ადგილობრივი არ გააჩნდა. კი, კანონები შევიმოვიტანეთ, რომ ქონების გადასახადი, აზარტული თამაშები, მიწის გადასახადი, ყველაფერი შევიდეს ადგილობრივ ბიუჯეტში. არავინ იხდის. როგორ გადაიხდის არ გლეხი სოფელში 2 სართულიანი სახლი აქვს 200 კვადრატი და არ გადაიხდის, იმიტომ რომ ვერ გადაიხდის უქონდეს, ვერ გადაიხდევინეთ, ხო? ანუ ფორმალური გადასახადები. და ეს ტრანსფერტი შენარჩუნდა ბოლომდე. თქვენ დროს რო იყო დაუშვათ 100,000 ტრანსფერი ერთ რაიონზე, ახლა არის 10-15. ეხლა გითხრათ საოცარი რომ მე მივედი და ვეუბნები ქალაქის მერად რომ მიშვენ უთხარი რომ მე ტრანსფერების სისტემას არ დამოქმედებაროთ მეთქი. მე თქვენი არაფერი არ მინდა და მე ესე იგი მომეცით საშუალება თავისუფლად ვიმოქმედოთ კი და ესე იგი რეალურად ჩვენთან მასწავლებელი 4-5 მეც იღებდა პროფესორი, დოქტორი და სხვა სიტუაცია იყო რომ მე ტრანსფერზე შედეგის გამო ხო? კი, რა თქმა უნდა, სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი. სისტემა რო ყოფილიყო. რა თქმა უნდა, კაცო, ჩვენ ამას ვამბობთ, ჯანსაღი სისტემა უნდა ყოფილიყო, არ იყო ეს. რატო გავაგზავნებ ამ თემას? დღეს მაგალითად საშუალო რაიონში, არ ვამბობ სხვილ რაიონებში. 15 მილიონი მაინც არის წელიწადში სუმცირე სატრანსფერო მოცულობა, ხო? მაგრამ ამ ტრანსფერტის ხარჯვას, ანუ პროგრამულად ადგენს ცენტრი. ადგილზე არავინ არც არ აკითხებს. მე რო რაიონში თვითმმართველობა ვარ და მინდა დავუშვათ წელს ეს პროექტები გამახორციელო, თუ ეკონომიკის და ფინანსის სამინისტრომ არ მომცა და სხვა პროგრამა მომცა, ის უნდა გავაკეთო ამ ფული.
ანუ ამ ფულს თვითმმართველობა თავის შეხედულებით ვერ ანუ განვითარებისთვის ვერ ხარჯავს. ბიზნესისთვის ვერ ხარჯავს. დამაგრებისთვის სამუშაო ადგილი არ იქნება ეგაც რაღაც ხარჯავენ რაში აი კორუფცია რაშია მაგალითად ცხადდება ტენდერი აი ტენდერების კორუფცია საშინელი კორუფციათან ერთი და იგივე ხალხი ის ატკატები მიიტან 20% მაგ ადრე 20% ახლა თუ 50% ახლა ატკატი წარმოგიდგენია უნდა დახარჯო თქვენი არ ერთი ლარი და 50 ნუ მიიტანო 50 რომ მიიტანო არ უნდა დახარჯო ესე იგი ახლა მე მაგალითად მე ვიცი არა მარტო ქუთაისზე შემიძლია თქვა მაგრამ ეს თქვენი ის რო გავაძლიერო ნათქვამი რომ აი რაც კეთდება რაიონში 10 წლის მერე რო გაკეთებულიყო პრობლემა არ იყო თქვა ქუთაისში მაგალითად ცენტრალური ბაღი 15 მილიონი იხარჯება 16 მილიონი არის კიდე სხვა რაღაც მე ვამბობ რომ აი 100 მილიონი იხარჯება ქუთაისში ისე რომ ამ 100 მილიონიდან ქუთაისი ვერაფერს ვერ გაიგებს მაშინ როდესაც აი 100 მილიონის სამუშაო ადგილი რო შექმნილიყო 4 წლის შემდგომ ორჯერ მეც გავაკეთებდი თუნდაც კულტურული თვალსაზრისით ანუ მოდი ახლა დავუბრუნდეთ თემას ასე შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ ჩვენ ახლა მივედით კარგ თემაზე პოლიტიკური სპექტრი რო ჯანსაღი ყავდეს ჩვენ ოპოზიციაში ეთახმები რა სხვა სიტუაცია კი არ არის ვინდა პროცენტები მიიღო მოსახლე იმის დრო არის ახლა ჩვენ კვეთრად რადიკალური სოციალური რეფორმები მოვითხოვთ. რა თქმა უნდა. კვეთრად რადიკალური სოციალური არის ზუსტად დასაქმება, ზუსტად, მეტი არა. პირველი ნომერი. თუ ადამიანები დასაქმდა, აი მაგალითად ბიუჯეტში რო გაქვს 28 მილიონი, მილიარდი, სიტყვაზე ვამბობ, ხო? და ტრავა ხო დიდი ბიუჯეტი მაქვს. რამდენი პროცენტი მიდის სოციალურ პროექტებზე? მე მგონი 1%-ს არ მიდის, მე მგონი. და სოციალურ პროექტს ვიბასახებ პენსია არ არის სოციალური პროექტი. არა მე ვამბობ რომ სოციალური მაგათ რო გააკეთეს სოციალური დახმარება იმას ამბობ ის არის შეცდომა ბატონო სოციალური პროექტი არის ჯანდაცვა, დასაქმება, კულტურა, განათლება. სხვა სოციალური პროექტი ჩვენ არის. ამ მიმართულებით რა არის დახარჯული ნახოთ და რამდენი მილიარდი ამ 28 მილიონში რამდენი პროცენტია. ანუ თუ კონსტიტუციაში ობახიძე მეორე თუ მესამე მუხში ჩაწერა რომ ეს არის საქართველოს მომავალში არის სოციალური სახელმწიფო ერთი პროექტი გვანახონ სოციალური ანუ ფოჩიანი კაფეტები დაკიდა ასე ვთქვათ ამ უფლებაში და რეალურად შიგნით შიგთავს იყო цаრიელი ეგ არის რა დიდი ბლეფია დიდი ტყუილია დიდი აფიორა საერთოდ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო მე მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს შეიძლება გამოთქმა ბევრს მოწონს, მაგრამ ინტელექტუალურ ქვეყანაში სოციალურად ორიენტირებული კი არ უნდა იყოს ჩვენი ბიუჯეტი. ბიუჯეტი უნდა იყოს განვითარების. განვითარებაზე თუ არის ორიენტირებული, ფული თუ იხარჯება, რაც თქვენ თქვით, ეს განვითარება. დღეს მაღალ ტექნოლოგიური ისინი ჭირდება, ყველაფერი სასწაული რამეებია, რომლის გაკეთება შეიძლება. აი ახლა ის პროექტები რომლებიც ეს ჩაგეჭრებით, თქვენ პროგრამაში პირველ პუნქტად გახ ოჯახი. ოჯახის გამტკიცება არის თორე სოციალური ამოცანა. რა თქმა უნდა არის. ამიტომ ოჯახისთვის რამე კაპიკები მაინც გამოყოფილია ოჯახის გამტკიცებისთვის. არის მრავალშვილიანი ოჯახები, არ ვიცით პროგრამულად რა ხდება. არის პირიქით მარტოხელა ოჯახები. არის უმუშევართა ოჯახები, ან სოციალური სტატუსი რო აქვს მინიჭებული. და სახელმწიფოს პროგრამა როგორ ასე ვთქვათ რეგულაციის ქვეშ არ ხდეს ამას აღმოფხვრას. ეს თუნდაც უმძიმეს ნეგატივები და სასოციალურ ინტერესს დაუტოვოს ადამიანებს, ესეც კი არ ვიცით. ანუ ამ ნაწილში გამჭვირვალეობა არის ნულის ტოლფასი. არ არის. ანუ თქვენ აი პირველ პუნქტში რომ წერთ ჩვენ რომ ოჯახი არის სახელმწიფოს პირველი უჯრედი, მთავარი. იცით რა პრინციპია ოჯახი? ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო, ეს პრინციპია. ძლიერი ოჯახი შენდება ძლიერი სახელმწიფო. სუსტი და დაქცეული და განადგურებული ოჯახი ძლიერ სახელმწიფოს ვერ შექმნა. განადგურებული ოჯახები მეორე ასპექტი აქ ამ ოჯახის სიმტკიცეზე არ ზრუნავს სახელმწიფო. მაგალითად, გენდერული კანონები, რომელიც თავს მოგვახვიეს, ხო, გარედან. 2017 წლიდან ნადგურდება საქართველო. 2017 ჩვენ არის ისტორია ციტურა 2013 წელს სტამბოლში მიიღეს კონვენცია ქალთა უფლებების და თავისუფლების დაცვაზე, პასუხისმგებლობის გამკაცრების სწავლაზე. საქართველოს შეუერთდა ამ სამის და დღეს როგორ არის იცით? ქალი თანასწორი კი არ არის მამაკაცის, ქალის ერთი ზარი პოლიციაში ნიშნავს მისი ქმრის დაჭერას. და მოიკითხეს სტატისტიკა რამდენი ადამიანია გაუბედრებული და ზის, რამდენი წაართვეს ქონება. ინგრევა უმოწყალოდ ქართული ოჯახები. ეს გააკეთა ამ ხელისუფლებამ, რომელიც
ოზირებს იდეოლოგიურად რომ იცავს ქართულ ოჯახებს რაღაცა ეს ევროპული ეს თავსმოყრული ფსევდო პირიქით რახან კანონი მიიღო ქართულმა ოცნებამ დავაბრალოთ ეს ქართულს მისი პასუხისმგებლობისაგან მან ქართულ ოჯახებს ომი გამოუცხადა არა თუ გამტკიცების არამედ აი როგორ გითხრა ხმალ ამოღებული ებრძვის ქართულ ოჯახებს და ანგრევს ქართულ ოჯახებს ან ტრადიციული ინსტიტუტები საერთოდ წაშლილია საერთოდ აღარ არსებობს შეწუხებულები ბევრი პროცესორები და მოსამართლეების შეწუხებულები არის რა ქნა ზოგი იჭერს ზოგი უშვებს მაგალითად არ იჭერს გირაოში ტოვებს მაგრამ სახეზე ხო ეთყობათ არა ნუ ხელებს ასავსავები რა ვქოთ კანონი ეგეთ მე რა გვინდა ეს კანონი რომ გამოდი ეკლესია მაგალითად როგორ უყურებს ამას აი მაგალითად მე ამას წინათ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი რომ მე კარგად მაქვს შესწავლილი პარალელებიც მაქვს გაკეთებული სამხრეთ ევროპის კონსტიტუციონალურ პრობლემებს რა ერთ-ერთი იყო ესპანეთი სადაც დიდხანს იყო 40 წელი იყო დიქტატურა მაგრამ დიქტატურის ფესვები რაში იყო იმაში რომ კათოლიციზმი და ტრადიციონალიზმი ჰარმონიულ თანხმედრაში აბა გაებედა რომელიმე ლიბერალს და გამოეტანა კანონი რომელიც ამდაგვარი იქნებოდა იქ შანთებით გილოტინა რაც პროცენტს დაწვევ მაგრამ ამ 4 საუკუნოვანმა რელიგიის ინკვიზიციურმა ასე ვთქვათ დისციპლინა და ტრადიციონალიზმის შერწყმამ გამოიწვია ქართული ასე ვთქვათ სისტემის დააზროვნების შექმნა რომ რაც ღირებულია ერისთვის ის არ იცვლება გინდა გენდერი დააქვე გინდა მენდერი არ ვცვლი არ შემაქცვლება ხო ამიტომ დიდხანს გარდამავალ პერიოდით ასე ვთქვათ გადასვლა ესპანეთის დიდხანს მოუნდა იმიტომ რომ ამ ტრადიციონალურ და არისტოკრატიულმა შფენებმა ლიბერალური იდეები არ მიიღეს სისხლის ამოქალაქო ომი რაღა არ გადახდა ამ ქვეყანას თუმცა ჩვენ თუ მივიღეთ რა მოვიგეთ მოდი ასე ვთქვათ ჩვენ ტრადიციული კულტურის ქვეყნები ვართ ხო ჩვენც ასე ვართ რელიგიური მენტალობა გვაქვს ქრისტეს მიერი რა თქმა უნდა და კულტურას ტრადიციული გვაქვს განსხვავებული საერთოდ აღმოსავლური და ევროპული ცივილიზაციისაგან ამიტომ აქ ის სიფაქიზე რომელიც უნდა დაცულიყო კანონმდებლობის მიერ რომ ქართული ღირებულებათა სისტემა ხელმძღვანელობრივ უნდა დარჩენილიყო პირიქით აი როგორ გითხრა ჯალალედინს არ უკეთებია ის რასაც კანონით ახლა ესენი უკეთებია ამიტომ ეს შორს წაგუყავს მაგრამ მე მაგრამ ბევრი ინმეს ვერ აგებინებ ბატონ ვალერი ვინც ამათი მომხრეა ისეთ რამეს იცავენ ვეუბნებით რომ თქვენ აფუჭებთ იმ თვითონ ამ ხელისუფლების საქმეს იმიტომ რომ თქვენ ისეთ რამეს უკრავთ ტაშს რომ ამ ხელისუფლებას ძიმე მდგომარეობაში ექნება მალე და შეიძლება უკვე აპრილ-მაისში ხალხი გამოვიდეს ქუჩაში შეაზახილით იმიტომ რომ ისეთ სიტუაციაა ხო და ნუ ამიტომ ვიმეორებ რომ ჩვენ ხო ეს არ გვინდა ჩვენ ხო არა ვართ არა ჩვენ ეს გვინდა ბატონო სხვაგვარად ჩვენ ვერ ვცვლით სიტუაციას ჩვენ გვჭირდება რადიკალური აი თქვენ ხომ მეცნიერთა კონგრესი მე ახლა არ ვიცი თქვენ როდისაკაც მონიზეო თუ მომეწონთ მოვალ მაგრამ თუ მომეცემა საშუალება მეცნიერებსაც იგივეს ვეთქვი ჩემს აზრს რომ ეხლა ჩვენ კლასიკურ ვითარებაში არ ვართ. არა, ამაში გეთახმები რა ვარ. ჩვენ აკაკის და galaktonis ენიზე ვერ ვისაუბრებთ. ეხლა ჩვენ უნდა ამოცანა თქვათ, რა ამოცანა დგას ქვეყნისთან და როგორ ვახსენთ ამ ამოცანას. ვერ ვახსენთ ერთი ჯგუფი და ორი ჯგუფი, ხუთი ჯგუფი და 10 ჯგუფია საჭირო. სწორია, უნდა მივიდეთ მაგომედის პრინციპია, თუ ის არ მოდის შენ მიდი. უნდა სანამ არ მივახსენთ ამ ერთობას, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლება დავნახოთ, ეს არის ჩვენი ძალა. გადადგავნაბის, არ და შეგცვლი. შეგცვლი იმიტომ რომ ხალხის ნება კონსტიტუციაც და სოფლიო ისტორიაც ასე დგას სახელმწიფოებრივად, რომ ყველა დღეს ხო აღარ არის მემკვიდრეობითობა. დღეს არის ასე, ხალხია ყველაფრის წყარო, ხელისუფლების წყარო, თუ ხალხს არ უნდა ხარ, ხალხი გაგიშვებს და ეს უნდა იცოდე. ეგ არის. მაგრამ ერთი პარტიის შეძახილთ ეს არ მოხდება. და მანამდე იქნებიან ესენი, ასე ვთქვათ, არხეინად, სანამ ასე დაკსაკ სულ არაერთობას ხედავენ. მაგრამ თუ ჩვენ ამოცანად გავიხდით, რომ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ განვახორციელოთ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ისეთი რეფორმები, რომელიც ამ სახელმწიფოს
ერს შეკრავს სახელმწიფოებრივად, მაშინ დამერწმუნეთ, ეს იქნება ეპოქალური ამოცა რაც არის გაუკეთებია არც ერთ თაობას შეუძლია. ეს არის ბატონვალერი სწორი და თქვენ რასაც მე გადმოგეცით წეგან და ამ ფორმით გაძლევთ სწორედ იმ მიმართვას, რომელიც გელათში იქნა მიღებული, თქვენი ჩემებს მივიღებთ, რომ გადახედავთ ამ დოკუმენტს რაღაც ჩვენ 31 მარტი ძალიან იმიტომ რომ იცით ეს 31 მარტი მაინც ჯერ ერთი რომ არა მარტო რეფერენდუმთან, არამედ პირველი მრავალპარტიული არჩევნები მაშინ ახალი ხელისუფლების მიერ ჩატარდა. ერთი სია არსებობდა. ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა მეტი კი არაფერია. ჩვენ ვეუბნებით პარტიებს, აბატონო, მოდით მეცნიერები თავაზობენ შეხვედრას, დავილაპარაკოთ, იწვევენ ყველა პარტიას, მართველია თუ სხვა არის და ასე შემდგომ, მე ეს გამოცდილება მივიღე, როდესაც ქუთაისში ორპარტიული სათათბირო შევქმნით და ირინა სარიშვილი და ესენი მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ 70% გვაქვს და 70% უნდა მევთხარი, ორი კაცი ეყოლება ყველა პარტიას. მე არ ვიცი თქვენ თბილისში რა. აი, ხო გეუბნები რა, ნუ როგორ იყო და თქვენ იცით ახლა როგორი მწარე ისინი გავიარეთ ჩვენ. თქვენ იცით რომ ჩვენ არასდროს ურთიერთობა არ დაგვიკარგავს ერთმანეთში მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვიყავით, ხო? თქვენთან იქ ჩამოსასვლელად თქვენი მეგობრებიდან არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ ჩვენ არ გქონდა ძალიან როგორც იტყვიან ესეთი შეხმატყილებული ურთიერთობა, მაგრამ მე ჩამოვედი და გნახეთ რამდენჯერმე იქ და მოხიბლები თქვენთან მერია. არა, გასაგებია კი, მაგას ვამბობ ზუსტად რომ აი რატომ მე დღეს რეალურად ვამბობ ერთ რამეს, რომ ხელისუფლება რომელიც დღეს ვერ აერთებს, ვერ შეძლო ხალხის გაერთიანება, ის უკვე არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და მე არ მინდა ვინმე სხვა ლანძღვა. არ შეიძლება ტრიბუნასთან როდგები იწყებს ხვისი ლანძღვით, ამას აკეთებს ოპოზიცია, ამას აკეთებს ხელისუფლება. ოპოზიციას ლანძღავენ. ხო, ამათ საკუთარ თავს ლანძღავენ, საკუთარ თავს ინადგურებენ, მაგრამ მოსახლეობა ვერ გაერკვა ამაში და მოსახლეობას გონია რომ იცით როგორ არის, ერთმა პიროვნება მითხრა ერთმა ძვალ თქვენმა პიროვნებამ. მეო სოფელშიო ყავსო ნათესავებიო, მშივრები არიანო, მაგრამ საღამოს ტელევიზიით რო ნახავენო რომ აი ხელისუფლება მიღაცა მოხსნა, გალახა რაღაცა არ განწყობაზე წვებაო, რომ აი ხო მოხსნეს, ხო გაანთავისუფლეს, რა არის, როგორ შეიძლება ამ განწყობით ცხოვრება. ხო და ამიტომ ეს ხელისუფლება გაიგო და ამიტომ გადადის ლანძღვაზე და ესე იგი მე ყოველ საღამოს რომ უყურებდი ორ ტელევიზიას, ჯერ იმედს და მე მთავარს, უბრალოდ ფიქრობდი იმას, რომ ამ ქვეყნიდან ან უნდა წახვიდე, ან უნდა შეცვალო ეს ქვეყანა. მე არ მივდივარ და ვამბობ იმას, რომ არის ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც შეცვლის ამას. ხო და დავდგეთ ერთად ამ ხალხსია ლაპარაკი. მე ხوار ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. მეცნიერთა კონგრესმა ჩამოაყალიბა პროგრამები, პროექტები, თქვათ რაღაც მოსაზრებები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეცნიერთა კონგრესს უნდა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. მეცნიერთა კონგრესმა აი ეს სია, რომელიც მე გარწმუნებ თქვენ მე ადრე მოგეცით, მაგრამ კიდე მოგცემთ ახლა სიას, რომელიც მაშინ 15 კაცი რომელიც დასახელდა და ჩვენ თქვით რომ აი ასეთი ხალხი იქნება სიაში თქო, იმიტომ არ გამოგცეს საშუალება რომ ესე იგი დარეგისტრირებულიყავით. თქვენთან მაშინ კონსულტაციები გქონდა და თქვენი კონსულტაციით რომ მოვედით და დიდი მადლობა რომ თქვენ დაწერეთ რაღაცა მოგვეხმარეთ აი ეს იმაში, მაშინ მოვიგეთ ჩვენი სასამართლოში, მაგრამ საწაგვაგებინეს არ იკითხავ, წაგვაგებინეს იმაში რომ 2 საათი დაგვიგვიანებია თუ თურმე 3 საათი ვერ გიკამათება მთავარში. და აგერ იმისი ვინცაა იმისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ თulis რამდენი სახლი აქვს თბილისში. მამა ყავდა ბრწყინვალე პიროვნება და მოვიდა ჩემთან და მითხრა მამა ჩემიო თქვენს ოჯახშიო თქვენი კერპი იყო და ასევე განსაცვად კარგი მათემატიკოსი იყო, სხვა შორის კარგი მე ვიფიქრე რა კარგი, ესე იგი პირველი მე მომიღო ბოლო გასვენოსი წარმოგიდგენია, ნუ ასეთი რამე გინახავს, აი გასაოცარი. გასაგებია ნუ მეწოდება კიდევაც ეს ხალხი რომლებიც ასე ასრულებენ ბრძანებებს, მაგრამ მე მგონი ჩვენ დროში ცოტა აი მე გეტყვით ეგ როგორ არის დრო ჩვენი და ამიტომ ეხლა ჩვენ სამ ერთი რაღაც მინდა გითხრათ ბატონ ვალერი რომ აი მე ასეთი მოსაზრება მაქვს რომ როდესაც ვინმეზე რამე დაიწერება ან ტელევიზიით გადაიცემა ასე ეს ამერიკაში მოკლევას იწყვეს პროკურორი ან თქვათ მე მქონდა გადაწყვეტილება მიღებული რომ თუ რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელზე რამე დაიწერებოდა ცუდი მას არ უნდა ეჩივლა სასამართლოში ან მე გადავათავისუფლებდი მას და ამავე დროს კონტროლის პალატის თავმჯდომარედ გემურ გიორხელიძე მოიყვანეთ ოპოზიციიდან. ვეუბნები რომ სისტემა ჭირდება ამ ქვეყნის მართვა. აქ არ შეიძლება პიროვნულად იმართებოდეს. როგორ შეიძლება რომ რას ფიქრობს ერთი კაცი
და ერთი კაცის გუნება განწყობით შექმნილი პარლამენტები ცხოვრობს საქართველოს 1992 წლიდან. პირველ ეტაპზე მე გეთახმები თქვენ ისეთი რამე არ იყო და ყველა პარტიამ თავთავის ხალხი შეიყვანა და უნდა ვთქვა რომ ის იყო ნამდვილად კარგი პარტიული პარლამენტი. წარმომადგენლობითი იყო და იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი და ნუ ამიტომ მე ძალიან მინდა რომ ჩვენ როგორმე ხა თქვენი გამოცდილების მქონე პიროვნება და ვიმეორებ რომ ბევრისგან განსხვავებით მე ვხედავდი იმას რომ თქვა რა გამოცდილება ქონდა ბატონ ვალერის აქ და მე ვხედავდი იმას რომ რა ლიტერატურას ეცნობოდა და რა ლიტერატურას კითხულობდა და რა დისკუსიები ქონდა ჩვენ როდესაც ხვდებოდით მინსკში პიროვნება მიიღო სასწაულად კარგი როგორც იტყვიან თვითგანათლება და ბევრ ძალიან საინტერესო ჯგუფებთან ქვეყანაში იმ ბელორუსიაში და ბელორუსიის გარეთ ქონდა ურთიერთობები. არ შეიძლება ჩვენ ასეთი კაპიტალი გქონდეს ქვეყანაში და არ ვიყენებდეთ. მე ვიღაცას კიდევ ერთხელ მე მოვწონვა არ მოვწონვა ეს არ არის თავარი არის რომ დღეს ქვეყანა სჭირდება რაღაც არნახული შეთანხმება მთავარ საკითხში. მთავარი საკითხი არის ქვეყანას ვუყავთ ხალხო და როგორ შეიძლება რომ თქვათ ხელისუფლება რომელიც მოდიხარ ხელისუფლებაში იმიტომ რომ ის უნდა დავსაჯო ესა ამ თავარი იმის დასჯა ამ თავარი ამიტომ ჩვენი ამოცანა აი როგორც გითხარით რომ არა ის რომ ვთქვათ მე მოვდი ქვეყანა სჭირდება ხელისუფლება რომელიც რევანშიზმით არ იქნება სავსე და ქვეყანა რომელსაც ვალდებულებები არ ექნება ქვეყნის გარეთ საქართველოს ასეთი ხელისუფლება 92 წლის მერე არ ყოლია მეტნაკლებად იყო რაღაც ისინი გამონათებები მაგრამ მაინც ყველა მცდელობები იყო მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო იყო შევარნაძის დროს თქვათ რაღაც მართული 40-50% გარეთ და 70-80% დღეს 100%-ა ვიღაცას გონია რომ საქართველოს ეომება იმასო რა ქვია ამერიკასა და ევროპასო თქვენ ძვირად დაუჯდება ამ ქვეყანას ის დაპირისპირება ევროპა ამერიკასთან რომელიც ქვეყანაშია მე მივესალმებოდი იმ შემთხვევაში ამას რომ ირანთან არ ამყარებდა დიდ ურთიერთობებს ხელშეკრულება არ მოგვეწერა ჩინეთთან რომელიც არის კატასტროფული თქვენ გაქვთ საკითხული ჩინეთთან ხელშეკრულება არ მაქვს არა შეფასებას ვიცი ხო იცი არა აი ხო ხედავთ ეხლა როგორ ხალხს არა დამალულია ყველაფერი აი ვინც კი აი რიგითი მოქალაქეც კი რო წაიკითხავს იმ ხელშეკრულებას რომელიც ჩინეთთან მოეწერა ხელი ჩინეთთან რომლის ერთი სოფელი უფრო დიდია ვიდრე მთელი საქართველო აი იმასთან აწერ ისეთ ხელშეკრულებას რომ ჩვენ მის ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთ და ის არ აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და აგერ ვაღიარებთ არა მის ტერიტორიის ნაწილად ხო ნუ ეგ აი მას არა მარტო მაგაზია ლაპარაკი იქ ხო იცით რომ არის როგორ აი ვთქვათ ერთი სოფლიდან მეორე სოფელში რო გადახვიდე უნდა დაიმსახურო ეს ქულები უნდა დააგროვო რაღაც და გარიბაშვილმა ხელი მოაწერა ესო იმდენად კარგი რამეა ჩვენ დავგეგმავთ ჩვენთან ესე იგი ნუ ხო გეუბნებით რა ესე იგი რა დაგვაკაბალეს ესე იგი რუსეთთან კარგი ურთიერთობების კი ბატონო ღიად მაინც ილაპარაკეთ კაცო ჩუმად რო თამაშობ ხონდა ერთ იმ პერიოდში რომ შევეით ხელი მოვაწეროთ ევროპის ასოციაციის დეკლარაცია ერთ-ერთ ექსპერტთან მქონდა საუბარი ევროპელი და მითხრა რომ საოცარი ხალხი ხართ რატომ ისე მოაწერეთ ხელი არ წაიგითხეთ ო ნუ წარმოგიდგენია ამ დონეზეა ხელმოწერები ოხ ესე იგი ისეთი რამეები ლადო ჭანტურიას ჩემთვის უსაუბრია როცა გერმანიის ელჩი იყო რომ ჩვენები რო ჩადიოდნენ იქ და რო ხდებოდნენ მე მერკელი გაუცებული რო რჩებოდა რომ თქვენო აზი არა ხართო ლადო ჭანტურია არ ვიცი არა დაგვილობდა ლადო ჭანტურია მეუბნებოდა ლიერკელი მეუბნებოდა რომ მეო მიკვირსო თქვენო ხელისუფლებები ყავთო რომ იმათო აი რეალურად აი ესე იგი აწონებენ თავს ვიღაცასო და თავის ხალხს ებრძვიანო ესე იგი წარმოგიდგენთ ეს პროცესია დღესაც რეალურად აი ესე იგი საკუთარი ხალხის გამოყენება თვითონ ხალხის წინააღმდეგ საქართველოში რომ მიდის 30 წელია მე მსგავსი არაფერი არ მინახავს ისტორიის მაგალითს მე ვარ ძალიან დიდი მხარდამჭერი არგენტინის პრეზიდენტის აი რომელმაც თუნდაც ჩვენთან დახმარებები რომ არის როგორ გააკეთა ნახეთ იმა კი არ თქვა რომ მე 20 ლარს და 300 და 400 ლარს ვაძლევ და 1000 ლარს თუნდაც მე ამ ფულს ვაძლევ ბიზნესს და ბიზნესს ვეუბნები რომ სამუშაო ადგილი შექმნიო და მან თქვა ერთი რამ რომ ჩემი ამოცანა სახელმწიფო არის დაპირისპირებული პიროვნებასთან და პიროვნება გავანთავისუფლო რომ სახელმწიფოს დაპირისპირებისაგან და ქვეყანა დაუბრუნო ხალხსო ესაა საქართველოში გადასაჭრელი ეს ამოცანა ყველა ხელისუფალისა კონსტიტუციაზე რატომ ახსენებდნენ კონსტიტუციას ვიდრე ამაზე დგას კონსტიტუციური ენა კონსტიტუციური მენტალობა არის ხალხი ხალხზე უნდა
თუ ხელისუფლება არ ფიქრობს, მაშინ ის არ არის ხელისუფლება, მიტაცებული. მოკლედ დადგა პერიოდი, კი ბატონო თქვენი ისაუბრეთ. მე მაგ ასეთი აზრი გავაცხადებ, მაგრამ კიდე გავაცხადებ ამას, რომ ერთ ჭირდება გეთანხმებით მაგაში ეროვნულ თანხმობა, ხო? თუ ეროვნულ თანხმობა არ შედგა, აქ არანაირი პროგრესი იმედი არ უნდა გქონდეს, არა? მაგრამ ეხლა მომწიფებულია თუ არა ეს პროცესი, გეტყვით რომ მომწიფებულია. სოლიდარობა, რომელიც არასოდეს ქართველებს არ ქონია, როგორც თვისება და კარგია. ამ პროცესში გახადა იძულებული შიდა დაპირისპირებები, რომ სოლიდარობა გამოხმაურიყო და დღეს ქუჩებს თუ ხედავთ, დემონსტრანტებს თუ ხედავთ, ეს არის სწორედ ის გამოძახილი, რასაც სოლიდარობა ხდება. ამიტომ ამ ფონზე როცა მომწიფებულია სოლიდარობისა და თანხმობის საფუძვლები, ეხლა აქ არის ინიციატორებზე დამოკიდებული ყველაფერი. რას ვთავაზობთ ეხლა მონაწილე მხარეს? თავარი ეს არის. იდეა შეიძლება ყველა ხელი მოაძლოს, მაგრამ თუ შიგნით თავისი ადგილი ვერ დაინახა, კი, გეთანხმებით. რომელიმე ასე ვთქვათ, მოთამაშე, მან მონაწილე, მაშინ ის კი მოგიწევს ხელს, მაგრამ არ შეუერთდება რეალობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეროვნული თანხმობის ინიციატივა არ უნდა გააჟღეროს და არ უნდა წამოიწყოს რომელიმე პოლიტიკურ მონაწილეობა. გეთანხმები. პირიქით, უნდა იყოს რაღაცა ჯგუფი, რომელიც დობაშია საზოგადოებასთან, რომელიც ივლის ყველა პოლიტიკურ ძალებთან, ქუჩის დემონსტრანტებთან, ინტელიგენციასთან, საზოგადოებრივ ფენებთან და მათ შორის რეგიონალური წარმომადგენლობასთან. გეთანხმებით. მარტო თბილისი არ არის საქართველო, ხო? და შესთავაზებს მოდელს. აი მე მაგ ასეთი მოდელი რომ შევადგინოთ 100 კაციანი სია. 150 ხო ადგილი. ნუ ახალი არჩევნები ეს უეჭველი მაინც მოდის, ხო? მაგრამ 100 კაცის გავაკეთოთ შეთანხმების სია, თანხმობის სია დავარქვათ. და კვოტები გავაკეთოთ. რომ 20 ადგილი ან 20% 100-ში მივცეთ პოლიტიკურ პარტიაში ყველას. ორ-ორი ძალიან თქვენი არის, ორ-ორი მეტი არის. 20 მივცეთ სტუდენტ ახალგაზრდებს. ვინც ახლა ყველაზე მეტად აქტიურობს, ციხეებშია დიდი ნაწილი, იბრძვის მათი თანამებრძოლები, ამიტომ მათი ადგილი ახალ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ერთობის სპექტრში უნდა იყოს. შემდეგი 30 ადგილი, რასაც თქვენ ბრძანებთ, საზოგადოებისთვის ცნობილი და დამსახურებული ადამიანი, წესიერი ადამიანი. ეხლა ვინ უნდა შეარჩიოს ესა? ამაზე მონიტორები შეიძლება ჩავრთოთ რა და გამოკითხვებით გავიდეთ. ბატონო ვალერი. და შემდეგი კიდე 30. ხო? უნდა იყოს რეგიონალური და ნუ ახლა ფედერალური აფერი არ გვაქვს, მაგრამ რეგიონალური წარმომადგენლები. ეს სია რო გაკეთდეს, ან ჯერ კვოტებზე სიაზე შეიძლება არ დაგეთანხმოს, მაგრამ კვოტებზე საინიციატივო ჯგუფი დაითანხმოს ყველას. იმიტომ რომ უპირატესობა არავის არ უნდა ქონდეს, ახლა სულ მე დავთვალე და მოქმედი პარტიებმა რომელსაც გადალახეს 5%, მათ უწევთ სულ რაღაც თუ 2-ზე დავთვლით 8 ადგილი უწევთ და თუ 3-ზე 12, ხო? და 8 პარტია კიდე არ არის ისეთი რომ 5% გადალახოს, ანუ 3-დან 5-მდე ან 2. გეთანხმებით ბატონო ვალერი. მოდი ასეთ რამეზე ჩვენ ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს, მიმართულება ერთი და იგივე გვაქვს, იგივეა ჩვენი მოსაზრება ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე. მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი პროექტის და ჩვენი პროექტის ეს პრაქტიკულად იდენტურია, მიმართულება სწორი ერთი და იგივე გვაქვს. მოდით ამის განხილვა მომდევნო პარასკევს ერთი კვირა და მანამდე კიდე ზოგიერთ რამეზე დაგეთათვირებით. ეს იქნება თქვენი მარტო თქვენი ეთერი. არა, მე ინტერესებულ პირებს საინიციატივო ასე ვთქვათ, ვალდებულებები გამოიჩინა. რა თქმა უნდა, მე ამიტომ ჩვენ მანამდე ზოგიერთი ტელეფონით ამით ვიმუშავებთ და მომდევნო პარასკევს ჩვენ ამ მექანიზმზე ჩამოყალიბდეთ. თქვენ ძალიან გვინდა რომ 31 მარტის ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, იმიტომ მოგიწვიეთ დღეს და ვთხოვეთ, იყოთ თქვენ რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ამ პიროვნებებზე შევთანხმდებით და მე გარწმუნებ თქვენ მომდევნო სამშაბათს გამოქვეყნდება ხალხმა ვინც დაასახელა სიები. ძალიან ბევრი სწორედ ისაა, ვიზეც ბატონი ვალერი საუბრობს, რომ აი მაგალითად ლადო ჭანტურია ბევრმა მოითხოვა რომ უნდა იყოსო იმ პარლამენტში და მოითხოვა ბევრმა ვინმე იგივე ლადო პაპავა და მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციას გაგონება არ უნდა ჭანტურიას მე ვფიქრობ რომ უნდა რა თქმა უნდა ჭანტურია თუ ვინმეს აქვს პროფესიული აკადემიური განათლება გამოცდილება სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის
ერთ-ერთი მათგანი აი ზუსტად ერთი და იგივეებაზე ვარ ჩვენ და მომდევნო პარასკევს დაველოდოთ ეს 3 საათიანი უკვე მთელი გადაცემა დაეთმობა რამდენიმე პიროვნება მივიღებთ მონაწილეობას ბატონი ვალერი წარმოადგენს იმ პროექტს ჩვენ წარმოადგენთ მეორე პროექტს რაც ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი სიდია მეცნიერთა კონგრესის მოსაზრებით და ვალერი გელბახიანის მოსაზრებით დიდი მადლობა მას დღეს მონაწილეობისათვის და მე მგონი ბევრი ვინმე დარწმუნდით თქვენ იმაში რომ ჩვენ გვყავს კაცი რომელსაც პოლიტიკური ანალიზის ერთ-ერთი გამორჩეული უნარი აქვს და საფუძველის გააჩნია თავისი ცოდნით, განათლებით და გამოცდილებით. დიდი მადლობა, მაგრად იყავით. გალო